საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს ატყუებენ და ამ ბავშვებს აჯერებენ იმას, რომ თურმე თავისუფლებისთვის იბრძვიან და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და თურმე ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება. მაგრამ ამის მტკიცებულებას და არგუმენტს, რა თქმა უნდა, ვერ დებენ. და ვერ იძახიან რატო. ვერც ერთ განცხადებას ვერ გვაჩვენებენ ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებულს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რუსული ხელისუფლებაა და ვერც ერთ გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვისახელებენ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რუსული ხელისუფლებაა და ადასტურებს იმას, რომ რამე ისეთი ნაბიჯი გადადგეს ან ისეთი განცხადება გააკეთეს, რომელმაც რუსეთს მოუტანა სიკეთე და საქართველოს დაზარალდა. არ არსებობს ესეთი ბუნებაში, ვერ იძახიან და ვერ დებენ ამის ფაქტებს. და ამ ბავშვებს აი ესე ატყუებენ ტყუილებით რაღაცა ვითომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე დგანან და აი ამ თავისუფლების შირმასა ამოფარებულები სინამდვილეში ვინ არიან? თვითონ არიან შნირებიც, თვითონ არიან ის ხალხი, ვინც იხვეწება, რომ ამ ქვეყანას სუვერენიტეტი წაართვან და დააკარგინონ და თვითონ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანას ეხაჩებიან მონობისკენ და ცდილობენ, რომ ხელთავიდან შეადგან ამ ქვეყანას მონის უღელი. ოღონდ ეხლა კარგი ბატონი გვეყოლებაო ამას იძახიან. აბა დააკვირდით, თუ ოდესმე ოპოზიციას ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის შეუთავაზებია რამე გზა ან რამე კანონპროექტი ან რამე ისეთი იდეა, რომელიც თავიანთი მოფიქრებული ყოფილა და რომელიც თავიანთი გადაწყვეტილება ყოფილა. არა, ესეთი არ არსებობს. აი ამ 12 წლის განმავლობაში ოპოზიცია, კოლექტიური ნაცები ხელისუფლებას ედავება ერთადერთ რაღაცას, რომ არ ასრულებენ გარედან მიღებულ დავალებებს, ან კარგად არ ასრულებენ გარედან მიღებულ ბრძანებებს და დავალებებს. სწორედ ამას ედავება და აი ამაზე აწვევიან და ეს არის მათი მთავარი სალაპარაკო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ასრულებს ევროპელებისგან მიღებულ დავალებებს. რატო უნდა შეასრულოს? რას ნიშნავს? სწორედ ეგ არის სუვერენიტეტის წართმევა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, როცა შენ ქვეყნის შიგნით არ შეგიძლია, რომ მიიღო რამე გადაწყვეტილება. მაგიტომ არ მოგწონდა საბჭოთა საქართველოში ცხოვრება, რომ კრემლიდან მიღებული დავალებების შემსრულებლები ვიყავით და მეტი ჩვენ აქ ფუნქცია და როლი არაფერი არ ქონდა საქართველოში მყოფ ხელისუფლებას. დღეს ქართული ოპოზიცია გამწარებული ცდილობს, რომ ისევ საქართველო დააბრუნოს იმ მდგომარეობაში, რომ ერთადერთი რამ შეგვეძლოს და ეს ერთადერთი რამ არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გარედან ეხლა ევროკავშირიდან მიღებული დავალებების შემსრულებლები ვიყოთ და ზედმეტი კითხვების და ზედმეტი საუბრის გარეშე უჩუმრად თურმე უნდა ვასრულებდეთ ყველა დავალებას, რასაც მივიღებთ ევროპიდან, ევროპელებისგან და კიდე კაცმარიცის ვისგან. და რატომ? იმიტომ რომ თურმე ჩვენთვის კარგი უნდათ და მძედამთვარი ამოსდით ჩვენზე და მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ როგორმე ჩვენ ქართველებმა აქ ნეტარებაში ვიცხოვროთ. არა და არა. მივმართავდი აი სკოლის მოსწავლე ბავშვებს, ვისაც თავგზას ურევენ ეს ვითომ პროევროპული ძალები. სწორედ აი ეგ ხალხი არიან,
ვინც თქვენ თავგზას გირევენ, აი ეს გვარამიები, სალომე ზურაბიშვილები, ელენე ხოშტარიები, გირჩი ჯაფარები, ვითომ თავისუფლების გურუ თქო წარმოაჩენს თავს, სწორედ ეს ადამიანები არიან შნირობის მაგალითი, სულით შნირები არიან და არსებით შნირები არიან. მთელი ამათი პოლიტიკური მოღვაწეობა არის ის, რომ გარედან მიღებული დავალებები შეასრულებინონ ხელისუფლებას. მაშინაც როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, თავიდან ბოლომდე გარედან მიღებული დავალებების შესრულების მეც არაფერს არ აკეთებდა და სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომიც ამის მაგალითია და მას შემდეგაც რაც ოპოზიციაში გადაინაცვლეს, ერთადერთ რაღაცაზე აწვევიან ხელისუფლებას და ეს ერთადერთი რაღაც არის ის, რომ თურმე ქართული ოცნების ხელისუფლება არ ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ეს ნაბოზლები, რასაც ამ ბავშვებს უფუთავენ თავისუფლებად და დამოუკიდებლობად, სინამდვილეში ეგ არის მონობა და უბედურება. იმიტომ ვიკლავდით თავს და იმიტომ არ მოგწონდა აი მონობაში ცხოვრება, რომ კრემლიდან მიღებული ბრძანებებით და დავალებებით უნდა გვეცხოვა და იქ გვიწვიტავდნენ როგორი კანონი მიგვეღო, როგორი საზოგადოება აგვეშენებინა, რა მოგწონებოდა, რა არ მოგწონებოდა და როგორები ყოფილიყავით და დღეს ზუსტად იგივე ხდება, ოღონდ ეხლა აქეთ ევროპის მხრიდან. თუ ჩვენ ადგილზე აქ ვერ გადავწყვიტავთ, რანაირი კანონი უნდა მივიღოთ, რა უნდა მოგწონდეს, რომ რაკურსი უნდა ავირჩიოთ, საით გავიხედოთ, დედას დედა დაუძახოთ, თუ მამას მამა, თუ კაცს კაცი დავერქვათ, თუ ქალს ქალი. აი ეს თუ აქ ჩვენ ადგილზე ვერ გადავწყვიტეთ და გარედან როგორც გვიკარნახებენ, ისე უნდა მწყვიტავდეთ ჩვენ ბედს, ეს რანაირი დამოუკიდებლობაა. ეს არის დამოუკიდებლობა და ეგ არის თავისუფლება? არა, რა თქმა უნდა, არა. და სწორედ თვითონ მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით და თავისი შინაარსით ეს ადამიანები, ვინც დღეს ოპოზიციის ავანგარდში არიან, ამტკიცებენ იმას, რომ არიან მონები, შნირები და თავისუფლება დაკარგული ადამიანები. და არიან იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს ამ ქვეყნის შვილი და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ამ ბავშვებს თავგზას ურევენ და პირიქით ყველაფერს პირიქით აჯერებენ და პირიქით უხატავენ. მონობას უხატავენ ისე როგორც თავისუფლებას და თავისუფლებას ენიან ამ ბავშვებს ისე რომ თითქოს ვიღაცების შნირები ვიყოთ და რავი, ხან იმას აჯერებენ რომ ჩელიაბინსკში ხართო, ხან იმას აჯერებენ რომ თურმე მთელი უმრავლესობა ქართველების მოღალატეები ვართ, რუსები ვართ და პუტინის გამოგზავნილები ვართ და თავგზას ურევენ და ცხოვრებას უნგრევენ აი ამ ახალგაზრდა ადამიანებს და რომ უმრავლესობამ ამ ქვეყანაში რომ მიხვდა და რომ შეატყო რა ნაგავიც არიან, მე მიადგნენ და ეხა სკოლის მოსწავლეებზე აქვს ნადირობა გამოცხადებული, რომ სკოლის მოსწავლეებს აუღრიონ თავგზა და აი რასაც ეხლა ვიძახდი რა, მონობა შესთავაზონ რაღაცა თავისუფლებად და პირიქით თავისუფლება შეკენონ როგორც მონობად. არ ვიცი, მე არასდროს არ გამიგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსეთისგან მიღებული დავალებები რამე შეესრულებინოს, მაგრამ ყოველდღიურად მესმის და უყურებ იმას, რომ ოპოზიცია დედას იტყნავს პირდაპირ, რომ როგორმე ევროპიდან და კიდე კაცმარიცის საიდან მიღებული დავალებები შეასრულონ და აიძულონ ხელისუფლება ის, რომ ვიღაცების
მიერ სადღაც გადაწყვეტილი რაღაცეები შეასრულებინონ და ნაბიჯები გადაადგმევინონ ქართული ოცნების ხელისუფლებას. მადლობა ღმერთო, ქართველებს გვეყო გონიერება და ყველაფერს თავისი სახელით დავარქვით და ყველას თავისი ადგილი მიუჩინეთ.